ინას შემთხვევაში ნამდვილად უმძიმეს შემთხვევასთან გვაქვს საქმე, რადგან ის თავად იყო მსხვერპლი მანდატურების თავდასხმის, მანდატურების სამსახურის წარმომადგენლების მხრიდან თავდასხმის, მან თავად მოახდინა ადგილზე საპატრულო პოლიციის გამოძახება იმისათვის, რომ თავისი უფლებების დაცვა მომხდარიყო. და ნაცვლად ამისა რამდენიმე დღეში ნინო დააკავეს. ნინოს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია პირველივე წუთიდან ჰქონდა როგორც სასამართლოს, ასევე პროკურატურას, თუმცა არანაირი რეაგირება მასზე არ ჰქონდა. როდესაც ბოლო ორის ხდომა მე და ნინო ერთად ვიყავით ხო იმ პროცესზე, ბოლო ორის ხდომის განმავლობაში ადვოკატი თამუნა არაჩვეულებრივი ადამიანი, არა მხოლოდ როგორც პროფესიონალი, უთითებდა იმას, რომ თუ რა მდგომარეობაში იყო ნინო და რატომ იყო საჭიროება იმისა, რომ მისი დაუყოვნებლივი განთავისუფლება მომხდარიყო, რომ შეუქცევადი პროცესები არ წასულიყო ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ხომ? პროკურატურა და მას გრძნობელობა არ ქონდა, ემპათია არ ქონდა და პირიქით ამბობდა, რომ არ ყდება, ცუდად არ არის და არ უარესდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ამით რისი თქმა მინდა, რომ ზოგადად რეჟიმი ადამიანების წამებით არის დაკავებული, მაგრამ მას არ სურს, რომ ასე ვთქვათ, სიკვდილი ან რაღაცა გამოუსწორებელი მდგომარეობა დადგეს სწორედ ციხის კედლებში, იმიტომ რომ იცის, რომ ამაზე საზოგადოებას ექნება მკვეთრი რეაქცია, ხო? გარდა ამისა, მე ჩემი დაკვირვებით, ხო, რეაგირებას რაზე ახდეს ჯერ კიდევ რეჟიმს რეაგირება რაზე აქვს, ეს არის სოლიდარობა და ეს არის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხები. ყველგან სადაც იყო მძიმე საკითხები და არა მიმდინარე საკითხები, ხო? ყველგან სადაც იყო ესე იგი სოლიდარობა, აი ძალიან დიდი სოლიდარობა, ყველა ის ადამიანი უკანონო ტყვედა პატიმარი დღეს არ არის. ნინოსგან განსხვავებით მე უკვე წინა ღამეს, როდესაც ამხელა სოლიდარობის ჯაჭვი დავინახე, მე უკვე გამიჩნდა მოლოდინი იმის, რომ პროკურატურა თავად დაასწრებდა დაცვის მხარეს და თავად დააყენებდა ამ შუამდგომლობას და აი ეს გაჩნდა ნამდვილად, იმიტომ რომ ასეთ სოლიდარობას ყოველთვის მით უმეტეს ჩვენ პარტია ახალი ჩართული ვართ საერთაშორისო და მე პირადად საერთაშორისო ასე ვთქვათ წარმომადგენლობაში ნინოსთან დაკავშირებით და იმ საღამოსვე ჯერ არ გავუქმებივართ, მაგრამ იმ საღამოსვე სრული საერთაშორისო საზოგადოება იყო ინფორმირებული როგორც ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ასევე ნინოს წერილი ევროპარლამენტარებს ინდივიდუალურად ჰქონდათ ნინოს მიერ დაწერილი წერილი, ასე ვთქვათ თითოეულს და გულდასაწყვეტი ჩემთვის როგორც ადვოკატისთვის იცით რა არის? მე გუშინ მოლოდინი მქონდა, რომ პროკურატურა შეცვლიდა პოზიციას და არანაირი მოლოდინი არ მქონდა, რომ სასამართლო შეძლებდა დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღებას, იმიტომ რომ ბოლო დაკვირვებებით ძალიან ცალსახად ჩანს, რომ რასაც ამბობს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რასაც ამბობს პროკურატურა, იმას ადასტურებს მხოლოდ მოსამართლე. თუმცა ამ ნინოს საქმის გარშემო რო დავრჩეთ ისევ, მოსამართლეს სამართლებრივად ხომ შეეძლო, რომ პროკურატურის გვერდის ავლით მიეღო აღკვეთის ღონისძიების შეცვლის გადაწყვეტილება თუ ეს რა თქმა უნდა შეეძლო სამართლებრივ ჭრილში რო გავნივხილოთ ხო ნინო საერთოდ წინასწარი პატიმრობის ქვეშაც არ უნდა ყოფილიყო აი ამ აბსურდული ბრალის და საქმეში არსებული მოუმზადებელი მტკიცებულებების და არარსებული მტკიცებულებების გამო ნახეთ წინასწრომაზე პირობა რო ყოფილიყო ბოდიშევ თქვათ რომ ნინო შევიდა სასამართლოში ძალიან მშვიდ და ადეკვატურ მანდატურს თხლიშა და უკან გამოვიდა ანუ ესეთი რამე რო არსებობდეს აბაზე არ ვილაპარაკებდით ხო ანუ კონტექსტი თუ რა დამართეს ნინომდე ძალიან ბევრ ადამიანს და რა მოხდა ხო ანუ ეს არ არის შეგნებულად მისვლა და სილის გაწვნა იმ მანდატურისთვის ხო ეს კონტექსტი საერთოდ გამოტოვებულია ყველა საქმეში როგორც მზიას საქმეში ისე ნინოს საქმეში ისე აბსოლუტურად ყველა დაკავებული საქმეში და სამართალი ხო კონტექსტია ამას და კონტექსტის ნაწილში მინდოდა მანდატურებთან დაკავშირებით მე თქვა სწორედ რომ ამ საქმეში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი და საკვანძო საკითხი არის ის რომ ნინოზე განახორციელეს მანდატურებმა თავდასხმა ხო ძალის გამოყენება და აქ გულისხმობ არა რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის დავით როგორც თქვენ აღნიშნეთ ხომ ამას აქვს ძალიან ხშირად ადგილი ამისი ვიდეო მტკიცებულებები მოიპოვება და მე მეცაც გეტყვით პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება მანდატურის სამსახურის წარმომადგენლების მიმართ და მარტო 10-ზე მეტ ადამიანს მე ვიცნობ რომლებსაც ჩვენებები აქვს მიცემული სწორედ მანდატურის სამსახურის წინააღმდეგ იმიტომ რომ ფიზიკურად თავს დაესხნენ ანუ ფიზიკურად ხელით დაესხნენ ფიზიკური ძალა ხელში როგორ უჭერენ ესე როგორ აგდებენ ძალის გადამეტებით ჩვენებიდან სიტყვერი შეურაცხყოფა ძალიან უგინძურესი სიტყვერი შეურაცხყოფებს მომისმენია მე თავად მათი მხრიდან. ხო, ამაზე იცი კიდევ ერთ დეტალსაც დავამატებ ბოდიშის მოხდის, რადგან ამ სასამართლოს თემაზე ვსაუბრობთ. არ ვიცი ვინ არიან თქვენს დაკვირვებული იქნებით. ანუ ერთია მანდატურის სამსახური და მეორეა ვიღაც შავებში ჩაცმული კაცები, რომლებიც აი ყოველთვის დგანან მათ უკან და აი რაღაც დაძაბულ მომენტებში თითქოს იძლევიან დამატებით მითითებებს მათთვის.
რაღაც ახალი დიახ, ანუ ის რომ მანდატური სამსახურის ფუნქცია რა არის? რეალურად სასამართლოში უზრუნველყოს წესრიგის დაცვა და იქ მოსული პირები დაიცვას, რეალურად დაიცვას. მაგალითად, იქ მხარეები მიდიან დაპირისპირებული, ხო? დაპირისპირებული მხარეები და იქ უნდა უზრუნველყოს წესრიგი. მაგრამ ამ შემთხვევაში ყველა არის, ანუ ყველას წინააღმდეგ არის ეს მანდატური სამსახური. მხარეები კი არ არიან ერთმანეთთან დაპირისპირებული. აი ეს მანდატური სამსახური უპირისპირდება ყველას, ხო? შესაბამისად, ამას თავისი ფუნქციები მანდატური სამსახურს დიდი ხანია დავიწყებული აქვს ეს ერთი და მეორე, მანდატური სამსახურს ჩემი ღრმა რწმენით ამას მტკიცებულებებით ვერ დავადასტურებ, დღეს იმართება ძალოვანების მხრიდან. პირდაპირ კომუნიკაცია აქვს ძალოვანებთან, პირდაპირ მიდის ინფორმაცია, ვინ შემოვიდა, რა შემოვიდა, რატო შემოვიდა, რა გააკეთა და ვინ უნდა გააგდონან, ვინ არის არასასურველი პირი, ვის როგორ უნდა მოექცენ, ეს ყველაფერი თახდება ძალოვნებთან. კლინპოლია ეს სუსია თუ ვინ არის, არ ვიცი, არ მაქვს ამის მტკიცებულებები. ვიღაც კიდე ჩანს ხოლმე მანდატურებთან ერთად, რომლებიც არ არიან მანდატური სამსახურის თანამშრომლები. კი ბატონო, იმიტომ რომ მართულია ეს პროცესი. კეთილი, აი სამართლებრივ აბსურდში რო ვიმყოფებით რაღაც სისაძაგლეში, ფაქტი ხა გუშინ დღეს დილით ვიდეო ვნახე, გუშინ ოპერასთან რომ ქალბატონს აჩერებენ და ჩანთაში რო უნდა ჩაახედონ. აი ზოგადად სამართლებრივად არ ვიცი აი ამ კანონებით რაც უცებ ერთბაშად გადმოაკეთეს და მიიღეს, არ ვიცი რა მივიღეთ სინამდვილეში, რასთან პარალელის გავლება შეიძლება ალბათ არც ერთ ქვეყანასთან, არ ვიცი ესეთი რამ სადმე მომხდარ იყოს თქვენ ნახევარში არა, მაგრამ ესე ბელარუსი და რუსული სცენარი მიდის უბრალოდ იქ წლების განმავლობაში. მაგ პასაჟიდან ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამე დავაფიქსირე რა. რას ეუბნება პოლიციელი ამ ქალბატონს? ხო, რატო უნდა ჩაახედოს? ხო, ეუბნება ის ადამიანი რომ შენ ორდერი გჭირდება იმისთვის და პასუხი არის რომ მე ამას გავაკეთებ და მე მიჩივლე. ანუ აღსრულების ეტაპზე გადაყავ ხარ პირდაპირ. კი არ გეუბნება რომ მე ფაქტობრივად გეუბნება მე თუ კანონს ვარ ღვევ და კანონს არ გუცხადებ, იმიტომ რომ ჭხრეკას ოქმი სჭირდება. ოქმი არ უბრალოდ ბოდიში ორდერი სჭირდება. ამას გეუბნება რომ მე ამას გავაკეთებ და მე მიჩივლე. თან მით უმეტეს როდესაც იცი რომ არაფერი არ მოყვება. რა თქმა უნდა, ცხადია და საშედეგზე გავა. რა რეჟიმია ეს? ჩვენ ვართ წინა ოქტომბრის მერე უკვე ერთი წელია ღიად ავტოკრატიულ მმართველობაში. ღიად რატომ? იმიტომ რომ არჩევნების ტოტალური გაყალბების შემდგომ ოცნების მხრიდან არის მიტაცებული ხელისუფლება და ოცნების მხრიდან მიტაცებული ხელისუფლების შენარჩუნების პროცესი მიდის ახლა. მას რა სურს? უნდა რომ ეს მიტაცებული ძალაუფლება შეინარჩუნოს, ხო? ამიტომ არის რომ სულს ყველა ის ადამიანი, ვინც წინააღმდეგობაშია, ვინც დემოკრატიას იცავს, ვინც უნდა რომ ეს ქვეყანა განვითარდეს და ასე შემდგომ და ებრძვის თითოეულ მათგანს. ამიტომ ყავს ჩვენ რეალურად ამდენი რეჟიმის პატიმარი სისხლის წესით თუ ადმინისტრაციული წესით 108 ადამიანია უკვე ადმინისტრაციული წესით მარტო დაკავებული ამ გამკაცრებული, ეგრეთ წოდებული გამკაცრებული კანონების ფარგლებში, რომლებიც იზოლატორებს შედიან და ტოვებენ, ცვალებადი ასე ვთქვათ, მაგრამ ჯამურად 107 ადამიანზე ავიდა უკვე ეს მონაცემი, ჩემი მონაცემებით. მარტო ის, რაც ჩვენი ცხელი ხაზის ფარგლებში ვაგროვებთ. ხო და რამდენად ვერ ვიგებთ, იმიტომ რომ ადვოკატები ცოტა ადამიანია, რომ ვერ ვიგებთ, იმიტომ რომ აი მე მქონდა შემთხვევა, როდესაც შემთხვევით გავიგე, რომ ბაკურიანში იყო, გურჯაანში იყო ერთ-ერთი ადამიანი წაყვანილი დღეს ნანუკასგან გავიგე პოსტი ქონდა დადებული, რომ კიდე ერთი ადამიანია, ვინც გამოგჩაրա და ფაქტობრივად თითქმის მოცული გვაქვს მთელი ეს პროცესი, მაგრამ მაინც ხდება ისე, რომ გამორჩენები ხდება. ჩვენ ვართ იმ პროცესში, როდესაც რეჟიმი ცდილობს, რომ დაგვამარცხოს და ეს მარცხი და პროტესტი ჩააქროს, იმიტომ პროტესტის ჩაქრობა ნიშნავს იმას, რომ ყველაფერს ნორმალიზებას მოახდენს. მაგრამ ნახეთ, აქ არის პროტესტი, აქ არის პოლიტიკური არაღიარება, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ამიტომ არის აი ნინომ რაც თქვა, აქ კრძალავენო. ჩვენ რეალურად იმიტომ კი არა კრძალავენ, რომ რამეს ვარშავებთან, რამე შეუსაბამობაში ვართ კანონმდებლობასთან. თუ ვინმე შეუსაბამობაშია კანონმდებლობასთან, ეს არის ოცნება, იმიტომ რომ მასობრივად არღვევს ადამიანის უფლებებს, სისტემურად არღვევს, კონსტიტუციის ჩარჩოდან გავიდა და ქვეყანა კურსი შეუცვალა მთლიანად, ხო? ამიტომ სრულს ყველა და ყველაფერი რაც კი მის ძალაუფლებას ეწინააღმდეგება. ეს ბრძოლა გადის გამძლეობაზე, მე მგონია რომ არ დავიღლებით და მე მგონია რომ გამარჯვებამდე აუცილებლად მივიყვანთ ამ ბრძოლას საერთო გაერთიანებული ძალებით. რატომ ითვლება ნინო დათაშვილის თავზე სხვა პატიმრების თავს დამტყდარი რეალობა წამების ექვივალენტურად და წამების ტოლფასად? ის რომ ეხლა ნინო დათაშვილის ჯანმრთელობაში იყო, ამას ხომ აუცილებლად რომ მოვა და საერთო საზოგადოებრივ ადამიანის უფლებათა ეროვნულ სასამართლოში ამას აუცილებლად პასუხი მოყვება და უნდა მოყვეს. იმედი ვიქონეთ რომ ეს მალე დადგება თან. კომპენსაცია ახსენე და მაგაზე გამახსენეთ. რატომ უტოლდება ჩვენთვის ეს ყველაფერი ადამიანის წამებას?
ხო, სტრასბურგში გაგზავნილია უკვე ნინოს საქმე და აუცილებლად მოვა ის დრო, როდესაც პასუხი მოეთხოვებათ ამათ იმისთვის, რაც ნინოს დამართეს. და წამება ეგება რა არის, არაადამიანური მოპყრობა ის პირობები, რა პირობებშიც ნინო იყო ჯერ იმ თავდაპირველად საკანში რაღაცა უვიწროვესი საწოლი რო ქონდა და გუშინ გვიყვებოდა ისეთ დეტალებს, რაც მაგალითად სანამ გამოვიდოდა არ ვიცოდით. რასაც წერილებში არის წერებოდა და ტელეფონზე დარეკვის დროს არ გვეუბნებოდა ხოლმე რა საშინელ პირობებში ცხოვრობდა იქ და რა ანტისანიტარიაში ცხოვრობდა და რა უბედურება ტრიალებდა იმ საკანში, სადაც თავდაპირველად შევიდა რაღაცა ვიწრო დაახლოებით ესეთი ამსიგანე საწოლი ქონდა, რაღაცა საშინელი ლეიბით, რომელზეც შეუძლებელი იყო დაწოლა და მატრასი რომ მოითხოვა, მოუტანეს ორსაწოლიანი მატრასი და რანაირად უნდა დაედო ის უზარმაზარი მატრასი ამ ვიწრო საწოლზე, ეს არავინ არ იცოდა და არავის არ აინტერესებდა. მერე თითქოს გაუმჯობესებულ საკანში რო გადაიყვანეს, იქაც ეს საწოლი, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ნინოსთვის, იმიტომ რომ ხერხემლის პრობლემა ქონდა, რომელზეც თამუნა გაბოძე პირველივე სასამართლო პროცესიდან ლაპარაკობდა და ამბობდა, რომ ეს აუცილებლად დამძიმდება, იმიტომ რომ აი ეს დიაგნოზი აქვს ადამიანს და ყველაფერი გააკეთეს მართლა იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად დაემძიმებინათ მისი მდგომარეობა და ამ გაუმჯობესებულ შემოადაპტირებულ საკანში, საბოლოო ჯამში ბოლოს იმით დაგვირგვინდა, რომ კანალიზაცია გასკდა და ნინოს ტუალეტში ამოხეთქა ამან და გადმოვიდა საკანში და დაასვლა კედლები ნახევრამდე და ამ ნესტში და უბედურებაში თავზე რომ ისინი რა ქვია, კენჭები და რაღაცები ეყრებოდა ნინოს და შეგრძნება მქონდა რომ მთლიანად ნესტით ვიყავიო გაჟღენთილი და კანალიზაციითო, აი ამ პირობებში აცხოვრებდნენ ადამიანს, რომელიც ვეღარ მოძრაობდა საერთოდ და წამება არის აბა რა არის? წამება მაინც მჭხილების დაცლა ხო არ არის და მათრახის წყვა ადამიანისთვის. წამება ესეც რომ ასეთ გაუსაძლის პირობებში აცხოვრებ ადამიანს და ისეთ პირობებში ამყოფებ რომ ბოლოს იძულებული ხდები რომ რამე რო არ დაემართოს გამოუშვა გარეთ. ეს არანაირი ჰუმანურობის აქტი იყო, ესო გუშინ გამოაცხადეს და ჰუმანურობის აქტი კი არ იყო. ეს იყო შიში იმის რომ არ მომკვდარიყო ნინო ციხეში და მხოლოდ მაგიტო გამოუშვეს იქიდან. ანუ ის რაც გუშინ ნახეთ, არ ვიცი მე აი რა მდგომარეობაშიც ეს ქალი ვნახეთ, სულ რამდენიმე თვეა ხო გასული. აი პირველი კადრები სასამართლოს თომის შევხედოთ როგორ გამოიყურება და რამდენიმე თვეში როგორი გამოვიდა იქიდან და ეს თუ ჰუმანურობაა და არა ხორცს ასხმული სიბოროტე, არ ვიცი, ხო? ხო, და სხვათა შორის გუშინ მოუკარი თვალი, მე აღარ წავიკითხე დანარჩენები, მაგრამ რამდენიმე კომენტარს მოუკარი თვალი. რაღაცა ის აქვს ვიდეო კოლაჟივით გაკეთებული, ჩემი წინა დღის ნალაპარაკები, სადაც ვამბობ, რომ ნინო ასეთ მდგომარეობაშია და მართლა წინა დღეს დამირეკა და მითხრა, რომ ანდერძი დავწერეო და შევეცდებიო, რომ მოგაწოდოთო ეს ანდერძიო და ეს თქვი წინა საღამოს მე. და ეს ვიდეო უდევს და მე ქვემოთ უდევთ ვიდეო, ანუ კადრი ნინოს გამოსვლის და გუშინო მიწაში ჩადო ადამიანი ოლამისო და ანგერობს შვენივრად მოკონტროშებს ეხლაო და ეს თუ კონტროშია და ეს თუ შვენივრად სიარულია, არ ვიცი მაშინ ანუ ლოგიკა სად არის საერთოდ. მდგომარეობა იყო ბოდიში ნინო, აი ეს რუსთავში, სადაც ჩვენ დავვიყავით, დავხვდით ნინოს, იმიტომ რომ ყველა ისე ვიყავით თითქოს რომ უნდა მე პრინციპში ვიცოდი რა მდგომარეობა დამხდებოდა, იმიტომ რომ მანამდე მე შევდიოდი ციხეზე და ვნახულობდი მას, მაგრამ ხალხი ელოდებოდა ბედნიერი რაღაცა გახარებული რომ დაინახავდა და რომ დაინახარს რა მდგომარეობაშია ნინო, სრული სიჩუმე იყო ჩამოვარდნილი. უბრალოდ სიხარული აღარ იყო იმ ადგილას, რა მდგომარეობაშიც ჩვენ ნინო დავინახავთ. კადრებიდანაც შემზარავია. ეს უმძიმეს ამბავს გადიოდა. კადრებზე იძახიან რომ ძალიან შვენივრად დადისო, რა გინდათო. ვერ გავიგეო რაზე ტიროდითო და რა გადარდებდათო, შვენივრად მოკონტროშებს. რა უნდა უთხრათ მაგ ადამიანებს, ოღონდ გულწრფელად ვკითხულობ. ეხლა ის რაც აი ამის გარშემო ხდება, ამის გარშემო შეგიძლია ეს თქვა, ეს ხომ არ არის რაღაცა ერთი დღის სინდრომი, ეს ხო ძალიან ღრმა პრობლემა ადამიანებს თუ მედიას თუ პროპაგანდას, ვინც ამის გარშემო ერთიანდება და აი ამას ამბობენ ნინოზე. არ ვიცი მაგ ადამიანებთან ერთად ძალიან მიჭერს ხა ამის თქვა, მაგრამ რანაირად უნდა შევძლოთ ამ ყველაფრის მერე თანაცხოვრება, არ ვიცი როგორ მოგვიწევს, რა რისთვის მოგვიწევს და ბიჯება რომ ერთად ვიცხოვროთ. რთულია, ძალიან რთულია მართლა.
და მე ვთვლი, რომ ქართული ოცნების ერთ-ერთი ყველაზე დიდი დანაშაული არის ის, რომ მთელი აი ამ წლების მანძილზე აღვევა ისეთი სიძულვილი და ისეთი ზიზღი, რომ ამით ისე გაიჟღინთა საზოგადოება, რომ აქედან გამოსვლა მართლა ძალიან რთული ამბავია. ანუ ოცნების დამარცხებაზე უფრო რთული არის იმ ვითარების შეცვლა, რა ვითარებას დღეს არის ქვეყანაში. აი ზუსტად სამწუხაროდ ხრჩება და მინდა რომ მარიკასაც მივცეთ სიტყვა, მარიკა რის იმედად ხრჩებით ამ პერიოდის განმავლობაში ეს პროცესი არ არის ერთი დღის და ორი დღის. ჩვენ იმას ვანალიზებთ, რომ ეს ძალიან ხანგრძლივი პროცესი იქნება, საკმაოდ კინეული. რისთვის უნდა ვიყოთ მზად, რისთვის უნდა იყვნენ პოლიტიკური პარტიები მზად, რისთვის უნდა იყოს მზად ოპოზიცია და მე ის ხალხი ვის გარეთ დღეს. ჩვენ მზადვართ გრძელვადიანი ბრძოლისთვის დავიწყე პოლიტიკური პარტიებიდან და მე რასაც ვუყურებ სამოქალაქო საზოგადოებაც ადამიანების პროტესტში ჩართული პირების მზად არიან სწორედ ამ გრძელვადიანი ბრძოლისთვის, იმიტომ რომ სამშობლოსთვის ბრძოლას არ აქვს დედლაინები. ვეთა მით უმეტეს ვერავინ ვერ იტყვის, რომ ეს 5 დღეში დამთავრდება, 1 თვეში თუ 2 თვეში დამთავრდება. უნდა ვიბრძოლოთ იქამდე, სადამდეც ეს საჭიროა. მე არაერთხელ მithქვამს, რეჟიმი დგას რამდენიმე ღერძზე, ხო? ეს არის ფინანსები, ეს არის პროპაგანდა, რამაც აი გაჟღინთა მართლა საზოგადოებას სიძულვილი და აბსოლუტურად სხვა რეალობას აჩვენებს ადამიანებს და აჯერებს, რაც მთავარია და მესამე ეს არის ძალოვანები, ხო? ძალოვანებთან დაკავშირებით ძალოვანებს უნდა ვაჯობოთ, ჩვენ ოღონდ ვაჯობოთ არა ძალით, არამედ აი ის მორალური თავადვე არიან მორალურად გატეხილები, მინდა გითხრათ, როდესაც აბსოლუტურად ღირსების შემლახველად იძულებულები ხდებიან, რომ პირბადეები ლუქონ რუსთაველის გამზირზე ან ხალხი გამოშიმშილი ადამიანი გაიტაცეს გუშინწინ და 14 დღით წააბრძანეს, ახლა ბაკურიანში ეს ხო აი სრულიად ადამიანობისგან დაცლილია და მათ უნდა ვაჯობოთ სწორედ ამ დაღლით. უნდა დავღალოთ ჩვენი გადაუღლელი პროტესტით, ეს ერთი. ფინანსებს რაც შეეხება, აქ მნიშვნელოვანია, რომ სანქციები იღებს ნელ-ნელა თავის შედეგს და სანქციები უნდა გაძლიერდეს და ამ მიმართულებით ქართველი ხალხი მუშაობს იმ კუთხით, რომ არ წყვეტს პროტესტს და აჩვენებს ამას საერთაშორისო საზოგადოებას, ჩვენ პარტიები ვმუშაობთ იმ კუთხით, რომ ეს ყველაფერი მიგვაქვს შესაბამისად პარტნიორებამდე და ეს წნეხი მხოლოდ და მხოლოდ გაიზრდება და რაც შეეხება ჩვენ არ დამორჩილებით, არ აღიარებით, არც ერთ შემთხვევაში არ მივცემთ ლეგიტიმაციას. რატო გვწალავენ? იმიტომ რომ არ თანამშრომლობთ ამ ხალხთან, იმიტომ რომ პრინციპულ ბრძოლაში ვართ შესული ამ ადამიანებთან, არ თანამშრომლობთ და არც ვაპირებთ, რომ ვითანამშრომლოთ. პრინციპული ბრძოლით მივალთ გამარჯვებამდე და ერთიანობით, რაც საზოგადოებამ უნდა გააკეთოს და ამაზე ვმუშაობთ. უკვე ფოკუს ჯგუფები არის და ამაზე ვმუშაობთ. მარიკა, ძალიან დიდი მადლობა. ნინო, უღრმესი მადლობა როგორც ყოველთვის ძალიან საინტერესო საუბრისთვის.